გიორგი იმედაშვილი შემოგვერთება ახლა კოალიციას ცვლილებისთვის წარმომადგენელი და ვისაუბრებთ ბევრ თემაზე ჩვენს შიდა პოლიტიკაზე. დილამშვიდობისა გიორგი, მადლობა რომ ჩვენთან ერთად. გიორგი, ოღონდ სანამ შიდა პოლიტიკაზე დავიწყოთ ლაპარაკს, როგორც არაბის წმინდა კითხო იმ ამბებით, რაც გუშინ მოხდა და ისრაელისა და არაბული ქვეყნების აი ამ რაღაცა საერთო მოდი ასე ვთქვათ, რაც მიაღწიეს შედეგს იმ გაგებით, რომ ომი შეწყდება. ახლა რამდენად ხანგრძლივი იქნება ეს მშვიდობა და რა იქნება ეს მშვიდობა, ამაზე ბევრი საუბრობს ახლა, მაგრამ თავისთავად რა მნიშვნელობაც არის გუშინ მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და მძევლების გაცვლა და ამ ყველაფერში არაბული სახელმწიფოების აქტიური ჩართულობა. მადლობა, გილოცავთ, ძალიან საინტერესო ეთერით დაიწყეთ დილა, გილოცავთ ცოტა ცხოვრებას, ალბათ ყველაზე უფრო ქართულ დღესასწაულს, ყველა ქრისტიანულ დღესასწაულებიდან რომელსაც აღნიშნავს ეს ქვეყანა და გისურვებთ, რომ ზუსტად ისეთი მოუღალავი დიადი იყოს ჩვენი ქვეყანა, როგორც არის სვეტი ცხოველი ხო ყოველთვის. აქედან გამომდინარე, ასევე მნიშვნელოვანია ის ამბები, რაც ხდება რეგიონში და რა თქმა უნდა, ყველა ჯერზე, როდესაც მშვიდობა დაისადგურებს ჩვენს გარშემო, ეს ჩვენთვის კარგი ამბავია და აქედან გამომდინარე ძალიან მიხარია ის, როგორც იქნა ომი გაჩერდება პალესტინაში და ისრაელში, იმიტომ რომ სინამდვილეში ამ დაპირისპირებამ, რაც 7 ოქტომბერს დაიწყო, ხო, 2 წლის წინ და ზუსტად ფაქტობრივად 2 წლის თავი დასჭირდა ამ კონფლიქტის შეჩერებას, რაღაცნაირად შეაფერხა პროცესი ისრაელისა და არაბული ქვეყნების მოდი ვთქვათ დამოყრების, ხო? იმიტომ რომ სინამდვილეში ეს პროცესი ძალიან ბევრი გარბიძაშვილები ყოველთვის იყვნენ, უნდა ვახეროთ ახლა. ნამდვილად, ხო? არა მარტო ნამდვილი ბიძაშვილები, ენობრივათაც ასეა, სემიტური ენები და ყველაზე ახლოს მდგომი ენა არის ივრითი და არაბული და აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს მითოლოგიური წარსულიც, ხო, რომელიც მათ ნამდვილი ძმებისგან წარმოშობას აღწერს. მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ გახეთ რაღაც ხანგრძლივი პროცესი, ეს დაიწყო ეგვიპტის ისრაელის აღიარებით თავის დროზე, სადაც იყო ეგვიპტის პრეზიდენტი და ის ფაქტობრივად შეეწირა ამ ამბავს პიროვნულად. და მართლა საოცრება გაუკეთა თავის ქვეყანას ეგვიპტეს ამ გაგებით, რომ კი, ნამდვილად. აჩუქა მშვიდობა. მშვიდობა და ძალიან ხანგრძლივი, ძალიან დიდი გვერდში დგომა ამერიკული, რომელიც ფაქტობრივად დღემდე მოდის ფინანსური დახმარებების სახით და ერთი პერიოდი ეგვიპტე იყო მე მგონი ყველაზე უფრო დიდი ამერიკული დახმარების მიღები ქვეყანაც კი. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ მნიშვნელოვანია ის, რომ ეს პროცესი გრძელდებოდა აი ჩვენს თვალწინ ძალიან ცოტა ხნის წინ გაერთიანებული არაბული საამიროებისა და ისრაელის ურთიერთობების დაალაგებით, ხო, როდესაც ძალიან ბევრი წლის შემდეგ ამ ორმა ბიზნესისთვის ალბათ ყველაზე მიმზიდველმა ქვეყანამ ახლო აღმოსავლეთში მოახერხა გადალახა ძველი პრობლემები და დაიწყო როგორც ეკონომიკური ურთიერთობა, ისევე დაიწყო საზოგადოებრივი ურთიერთობაც, პოლიტიკური ურთიერთობაც და ეს იყო ძალიან შემაშფოთებელი მაგალითი იმათთვის, ვისაც არ სურდათ, რომ ეს მშვიდობა დასადგურებულიყო. მე პირველ რიგში გულისხმობ ირანს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჰამასი, ჰეზბოლა ის ირანული გავლენებია რეგიონში, რომელიც არაერთხელ გამოუყენებია ირანს საკუთარი გავლენის გასაზრდელად, არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, ზოგადად პოლიტიკურ ზეწოლით გასაზრდელად დასავლეთზე და მე ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ ასეთმა ჯგუფებმა დაკარგონ ძალა იმისა, რომ მოახდინონ პოლიტიკურ ცხოვრებაზე ზეგავლენა, იმიტომ რომ ის ყოველთვის დამთავრდება ადამიანების ტანჯვით, ადამიანების დაობლებით და ასე შემდეგ, ხო, ძალიან დიდი ტკივილით, რომელიც არაერთხელ გვინახავს და მე ვფიქრობ ძალიან კარგია, რომ ეს პროცესი კვლავ შეტრიალდა, იმიტომ რომ არა 7 ოქტომბერი ჩვენ ალბათ დიდი ალბათობით ვიხილავდით საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის გაფორმებულ შეთანხმებას, რომელიც ფაქტობრივად ბოლო ეტაპზე იყო, როდესაც 7 ოქტომბრის ამბავი მოხდა და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი არაბული ქვეყანა იმ მომენტში ვეღარ შეძლებდა ასეთი ტიპის შეთანხმების გაფორმებას, როდესაც ომი მიდის და მუსლიმური არაბული მოსახლეობა იღუპება. შეიძლება თუ არა დღევანდელი გამოსახედიდან ჩაითვალოს, რომ ეს იყო ერთგვარი ირანული სპეცოპერაციაც კი ამ საქმის ჩასასვლელად და ძალიან ბევრი ადამიანი სწორედ ასე უყურებს ამ ამბავს. ძალიან ბევრი მკვლევარი უკვე ამაზე არის და მე მგონი რაც დრო გავა კიდევ უფრო მეც გავიგებთ, ვინაიდან ირანი ძალიან დასუსტა და ალბათ ძალიან დიდი იქნება მისგან ინფორმაციის გადინება შემდეგ წლებში. სავარაუდოდ ძალიან ბევრს გავიგებთ ამ ამბის შესახებ, თუმცა გეოპოლიტიკურად რო შევხედოთ, ეს ნამდვილად იქნებოდა мотиваცია, იმიტომ რომ სხვანაირად ფაქტობრივად აუხსნელი არის ის
მათ შორის საკმაოდ სუიციდური აქტი, რომელიც ფაქტობრივად ჰამასმა გააკეთა მაშინ, თუმცა ეს გარკვეულწილად სიკვდილის კულტია და ამას ბევრი წაგვიკითხავს და აქედან გამომდინარე არც უნდა გვიკვირდეს შეიძლება ასეთი რამ, მაგრამ მისი ხარდამჭერები, მისი გამაძლიერებლები ირანული მხარე არასოდეს არ იყო არარაციონალური და ეს სწორედ რაციონალურ ნაბიჯს გავს ჩაშლისა ამ დიდი ახლო აღმოსავლური შეთანხმების, იმიტომ რომ საუდის არაბეთი არის ალბათ ირანის ყველაზე უფრო დიდი იდეოლოგიური მოწინააღმდეგე უშუალოდ რეგიონში. ის და ირანი ძალიან დიდი ხანია რეგიონს უყურებენ როგორც ნულოვან თამაშს, სადაც თუ ერთი ერთგულას იღებს, მეორე აუცილებლად კარგავს ხოლმე. ეს არის ჰუსიტების დაპირისპირება იემენში თუ თვითონ სირიის სამოქალაქო ომის ისტორია, ვინც ის ყოველთვის ასე იყო. აქედან გამომდინარე, ყველა კონფლიქტში ამ რეგიონის ყველა კონფლიქტში ჩანს უკან დამალული ეს ორი ნამდვილად აქტორი. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ ძალიან ლოგიკურია ეს, მაგრამ რაც ნახეთ ამ შემთხვევაში ეს იყო როგორც ჩანს ძალიან დროებითი, ძალიან სისხლიანი, ძალიან ტრაგიკული ამბავი, რომელიც იმედია ვერ შეაჩერებს მშვიდობის დასადგურებას რეგიონში და რაც თავარია, მშვიდობის ინტერესი ამ შემთხვევაში აქ უკვე ფერად უფრო მეტ მხარეს ვიდრე ეს იყო წარსულში, დასავლეთიც როდესაც ერეოდა ხოლმე აი ამ მშვიდობის მიმართულებით რეგიონში ძალიან უჭირდა ხოლმე მაშინ კოორდინაცია, იმდენ დიდი იყო ანტაგონიზმი და დაპირისპირება და ეხლა ეს ფერად უფრო შეცვლილი არის მიუხედავად იმისა, რაც ბოლო 2 წლის მანძილზე ვიხილეთ და მე ვფიქრობ მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყნებმა ერთმანეთში ითანამშრომლონ და ეს მხოლოდ სიკეთეს მოუტანს იმ ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობენ ორივე მხარეს. ამ გაგებით დღევანდელი ცოტა რომ გადავხედოთ ეპოქებს, ბოლო 10 წლეულებს, ხო? რამდენად მძიმე როლი შეასრულა ამ გაგებით ირანის ისლამურმა რევოლუციამ თელ რეგიონში, არა მარტო ირანელებისთვის და ირანისათვის, ხო? თავისთავად ამან გამოიწვია საუდის არაბეთის ტრანსფორმაცია და მეტი ჩაკეტილობისაკენ წაყვანა, ხო? და გავლენა მოახდინა ამაზე, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ ამ რევოლუციის გავლენა. მე ამან მთლიანად ლიბანი და შიშმა რო ეს რევოლუცია ქვეყნებში გამოიწვია ირანის რევოლუციამ, კი. და ლიბანი ამის კლასიკური მაგალითია, ხო? ჰეზბოლა არ იარსებებდა რო არ მოხდარიყო ეს და შეიძლება ეს კონფლიქტი სრულად სხვანაირად ტრანსფორმირებული იყო. ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ დავგუგლოთ, ხო? ირანის რევოლუციის, ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსის ლოგო ვნახოთ და მე ვნახოთ ჰეზბოლას ლოგო და ფერია უბრალოდ შეცვლილი. ხო, აქედან გამომდინარე, თავი კონცეფციაც კი არის ყუდსის ძალები, რაც არის იერუსალიმი, ანუ პირდაპირ სახელში. კი, ალ-ყუდსი. მათ თავარ დესანტს ესე რომ ვთქვათ, ვინც სპეცოპერაციებს აკეთებდა, ქვერი იერუსალიმი. ანუ მათი ამოცანა ყოველთვის იყო ისრაელის ამ მხრივ განადგურება. თაც ეს ძალიან საინტერესო ექსპანსია არის, რომელიც პოლიტიკური გავლენით განახორციელა ირანმა მთელი ამ პერიოდიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ეს ასევე არის ფაქტობრივად რადიკალური ისლამის აღზევების დასაწყისი, ხო? ირანის რევოლუცია, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ შიიტური და სუნიტური განსხვავებები, ეს იყო პოლიტიკური მაგალითი იმისა, რომ თურმე თეოლოგიურ ძალას რელიგიურ ძალას შეუძლია დაამყაროს იგივე პოლიტიკური დიქტატი, რაც მე-6 საუკუნეში აღწერილია ყურანში, ხო? აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი. საკმაოდ მოქნილია ამ გაგებით. კი, იმიტომ რომ ეს ხო პოლიტიკური სისტემაც არის, ეს არ არის უბრალოდ რელიგიური სისტემა. ვინც მას იცნობს, რომ მუჰამედი იყო როგორც რელიგიური საერო მმართველი და ეს იმთავითვე იყო რაღაცნაირად შეერთებული. ხო, აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი არის 1979 წელი. უშუალოდ საუდის არაბეთშიც ამ ბევრ მოვლენას უკავშირდება, მათ შორის ძალიან დიდ ტერორისტულ აქტს, რომელიც ასევე ამ რადიკალური ისლამის დაჯგუფებამ ჩაიდინა მაშინ იქ და შოკის მომგვრელი იყო მაშინდელი სამეფოს ელიტისთვის ეს და მაგშიშიდან ძალიან ბევრი წელი ვერ გამოვიდნენ და რაც გააკეთეს მერე ერთ შეცდომა მეორეზე იყო ფაქტობრივად, რამაც გამოიწვია საბოლოოდ ალ-ყაიდას ჩამოყალიბება, ბინ ლადენის ამ მიმართულების აღზევება და ასე შემდეგ დესტაბილიზაცია არა მხოლოდ რეგიონის, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებისაც კი, ხო? აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი შეტრიალდა, არსებობენ ქვეყნები, მაგალითად ეგვიპტე, მაგალითად იორდანია, ლიბანი, ახლა დაემატა ამას გაერთიანებული არაბული საამიროები, ხო, ლიბანში ცოტა ძიმე სიტუაციაა სხვა მხრივ, რომლებიც ახერხებენ მშვიდობისთვის კოოპერაციას და მე დარწმუნებული ვარ საუდის არაბეთისთვისაც ეს არ იქნება დიდი ხანი შეჩერების და ეს შეთანხმება იმას ცხადყოფს, რომ სინამდვილეში ინტერესი ამ ქვეყნებისა შეიცვალა ძალიან. არის ეს ხანგრძლივი და ესეთი მშვიდობა, რომელიც დიდხანს გასტანს. ახლა ტრამპი ახასიათებდა გუშინ ამას, როგორც რაღაც 3000 წელი ამას ეს ხალხი ელოდება, ხო?
არ ვიცი, არის ის რაცაც შეუძლია რომ 3000 კი არა, თქვა 30 წელი, 3 წელი მაინც გაძლოს. მე მგონი რომ გარკვეულწილად ეს იქნება მშვიდობელმაც რაღაც ხანი მაინც იმუშავებს, იმიტომ რომ ყველა ესეთი შეთანხმების მერე მართლა იყო უკეთესობისკენ ცვლილებები და ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ კემპ-დევიდის შეთანხმებები, ხო და მართლა წაიყვანა რაღაც ვარიანტში, რაღაც დროით უკეთესობისკენ საქმე და რომ გავიხსენოთ რა ხდებოდა 50-60 წლის წინ ან 40 წლის წინ, იმის შემდეგ ნამდვილად არის ხო ცვლილებები, მაგრამ მე ვფიქრობ, მაინც შორს ვარ ჯერ იმ მდგომარეობიდან, რომელიც იქნება რადიკალური ცვლილება მშვიდობისკენ გადადგმული და მე ვფიქრობ, აი ამის გასაღები აუცილებლად არის სხვა არაბული ქვეყნების და ისრაელის ურთიერთობების მოგვარებაში, რაც ეტაპობრივად მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ მაინც შორს ვართ აი ამ მდგომარეობიდან, როდესაც ყველა, თორე არის კატარი, რომელიც ძალიან თავისებურ როლს თამაშობს თავისი ტელევიზიებით და ასე შემდეგ, და იქ არის ძალიან ბევრი სხვადასხვა ინტერესი და მათ შორის ჩვენ კარგად გვახსოვს საცხოვრობ და პოლიტიკური ხარის ხელმძღვანელი ჰამასის, ხო, ის ცხოვრობდა კატარში, მე კი თეირანში მოკლეს, მაგრამ მათ შორის ირაკლი კობახიძის კარგი ნაცნობია მინიმუმ. კარგი ნაცნობია. კი, დაუბრუნდეთ, ძალიან საინტერესო იყო გიორგი ამ თემებზე საუბარი შენთან. დაუბრუნდეთ ჩვენს მძიმე რეალობას, აქ ადგილზე რაც ხდება მათ შორის. თქო, საქართველო არ იყო ამ სამიწზე და ეს აღსანიშნავია, რომ აქ იყო სომხეთიც იყო და აზერბაიჯანიც იყო, ხო? და საქართველო და ამიერკავკასია ზოგადად ყოველთვის მოიაზრება დიდი ფართო ახლო აღმოსავლეთის ნაწილად, არასოდეს ახლო აღმოსავლეთში არ მომხდარა რამ, რასაც საქართველოზე არ მოუხდენია გავლენა და სხვათა შორის პირიქითაც თუ ვალდების რევოლუციის გავლენას მაგალითად ბოლო პერიოდში შევხედავთ, მიხვდებით, რომ მან დიდი გავლენა მოახდინა ახლო აღმოსავლეთზე, მიხვდებით იმისა, რომ შეიძლება ეს იმ წამს ძალიან აშკარა არ იყო. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ბაღდადელ ადამიანებს მაგალითად ჩვენ ვერათ უფრო ხშირად გვიცხოვრიათ და იგივე სახელმწიფოში, ვიდრე ძალიან ბევრ სხვა ადამიანს. აქედან ბაღდადი უფრო ახლოს არის, ვიდრე მოსკოვი. ეგეც არ უნდა დაგვავიწყდეს კი. ამიტომ მე ვფიქრობ, ეს ძალიან დასანანია და კიდევ ერთხელ გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ქართული ოცნების ხელში უბრალოდ ვერ იქნება ცივილიზებული საერთაშორისო ურთიერთობების ნაწილი და ჩვენთვის იქნება მხოლოდ აი სამეგობრო გამეტებული, რომელიც ნახეთ ირაკლი კობახიძის გარშემო და ცივილური ქვეყნები, როდესაც მშვიდობას შემოიტანენ კონკრეტულ რეგიონში, იქ არ მოიაზრებენ ამ შემთხვევაში საქართველოს, ვინაიდან მას ყავს დესტრუქციული ხელისუფლება, კი არაღიარებული, მაგრამ მაინც დე ფაქტო ხელისუფლება, რომელიც არაფერს მშვიდობიანს, არაფერს შემწყნარებელს არ მოუტანს მათ საკუთარ ხალხს და არავის გარშემო, და მას არ შეუძლია უბრალოდ სამშვიდობო შეთანხმებაში ხარედაც კი ჩაერთოს, ხო? აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, სრულიად ნათელია, რომ მათი პროპაგანდა სინამდვილეში არის ტყუილი და არაფერ სამშვიდობოს, არაფერ დამამშვიდებელს ქართული ოცნების ხელისუფლება არ მოუტანს ალცეთ ქართულ ოჯახს, ვინაიდან მას არ შეუძლია უბრალოდ ამის გენერირება. მეორე მხრივ ეს გაჭედილობა და ეს მძიმე რეალობა, რაც არის შექმნილი ოცნების მიერ, ეს ახლა ჩვენ საგარეო ასპარეზზე ვხედავთ, რომ ყველგან ჩანს, ვერცად გარღვევას ვერ მიაღწიეს. ჩინეთშიც კი არ დაუძახეს თუ გახსოვთ. ხო. ანუ უბრალოდ აღარ ვარსებობთ რა, ყველა სიიდან ვართ ამოვარდნილი, სადაც შეიძლება ვიყოთ. და თითქოს ესეც იყო ამოცანა. აი თითქოს ამით ივანიშვილი უკმაყოფილო არ ჩანს. ყოველ შემთხვევაში მისი მართლობითი სისტემა სწორედ ამას გვასაღებს, როგორც ჩვენი არსებობის ბუნებრივ სისტემას. რომ აი ჩვენ ასე უნდა ვიყოთ. აი ცოტა დამალულები არსად არ უნდა ვჩანდეთ და აქედან ოღონდ რა სიკეთეს მივიღებთ, ეს აი ჯერჯერობით ხელშესახები არ არის. ერთადერთი რასაც ისინი აი ძალიან ქვედა დინებებში ამობენ არის, რომ აი თუ არს და იქაც არ ვიქნებით, იქაც არ ვიქნებით, რუსები ბოლოს აი მადლიანი საკითხი გადმოგვხედავენ და გვეტყვი, რომ უი აი აფხაზეთი დაიბრუნეთ, მაშინ დაგიბრუნებთ აფხაზეთს. რომელსაც ვერ ბედავენ, რომ დაგვირდნენ. ხო, რომელსაც არც უხსენებიეს არავის არასდროს. ერთხელ ახსენეს და რუსეთიდან ისეთი მოხდათ მერე, რომ არ გაუბედია. თუ მეორედ აღარ თქვა თუ ეგ აი პირდაპირ უთხრეს წინასაარჩევნოთ, ანუ იმის საშუალებაც კი არ მისცეს, რომ აი ხო შეიძლება რომ რუსებმა თქვა, რომ აი თავაზობთ აი კავკასიელებს, აი მშვიდობიანი კავკასია 2070, რა ვიცი, რაღაცა კონცეფცია. ან ეთქვათ, რომ ჩვენიანები არიან და მოდი 6 თვე გავჩუმდეთ, იქნება არჩევნებში დაეხმაროთ ეს ამბავი და ისეთი გაყალბება აღარ დაჭირდეთ, რომ ყველა მიხვდეს, რომ გაყალბებული. ესეც კი არ იკადრეს, ხო, ქართული ოცნების სიყვარულით. კი, და ამ მხრივ, ანუ თავაზობენ რაც პოლიტიკური რეალობა, საიდანაც კარგს ვერაფერს ვერ ვიღებთ, ხო? რამდენად გასაგებია ეს და რამდენად ადვილად მისატანი არის ეს ამბავი საქართველოს მოქალაქეებმა. მე ვფიქრობ, საქართველოში დღეს არის ეტაპი, როდესაც ყველაფერი გაიგო და ყველაფერი იცის. მე არ მგონია, რომ ვინმეს აქვს ილუზია, რომ საქართველოს ევროკავშირში შეყვანეს რაიმე ნატამალი იმედისა შეიძლება გქონდეს თუ ქმიზინა ივანიშვილის
ქართული ოცნება დარჩა ხელისუფლებაში, ხო? ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ეს არ გვეღისება თუ ბიზნეს ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში და ეს იციან მათაც, ამას აღარც მალავენ, უბრალოდ ცდილობენ რომ სხვა რამეს დააბრალონ, ხო? რაღაც პროპაგანდისტულად ამბობენ, რომ თითქოს რაღაც უკეთესი, თქვა, ღირებულებები ავირჩიეთ ჩვენ და სწორედ ამიტომ ევროკავშირი ჩვენ უარს გვეუბნება. სინამდვილეში ესე არ არის, რა თქმა უნდა, ხო და თუ სვეტი ცხოვრება მაინც არ გვახსენებს იმას, რომ ევროპული და კაცმოყვარე ქვეყანა იყო ყოველთვის საქართველო და არ არის ვიცი და ივანიშვილის ღირებულებები მის წარსულთან არაფერ კავშირში ეს ძალიან სამწუხაროა და დასანანია. ესე იგი ჩვენ ვერაფერი გაგვიგია საქართველოს ისტორიიდან, მისი კულტურული მემკვიდრეობიდან. და რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, მე ვფიქრობ, დღეს ჩვენ ძალიან ახლოს ვართ მდგომარეობასთან, როდესაც ძალიან ბევრი ალბათ 100,000 ადამიანი ფიქრობდა ჯერ კიდევ გუშინ, რომ სინამდვილეში მას შეიძლება მის ოჯახს და პირადად მას არ შეხებოდა ის ამბავი, რაც საქართველოში ხდებოდა და მორი პოლიტიკური ბანაკის დაპირისპირება ეთის ქართული საზოგადოების დიდი ჩართულობით მაინც დამთავრდებოდა ისე, რომ მათთვის არაფერი შეიცვლებოდა, იმიტომ რომ ისინი კვლავ გააგრძელებდნენ თქვა საჯარო სექტორში მუშაობას ისევ როგორც მუშაობდნენ ან რაღაც ასეც ფიქრობდნენ, ხო ფაქტია, იმიტომ რომ ძალიან დიდი ძალა ფაქტობრივად გათიშული იყო ამ პოლიტიკურ დაპირისპირებასთან და ეს იყო უპირველესად საჯარო სექტორი, რომელიც არ აფიქსირებდა პოზიციას, კი აფიქსირებდა პროევროპულ პოზიციას ძალიან ხშირად, მაგრამ ძალიან ხმადაბლა ზუსტად ისე როგორც აღწერეთ, ხო, სადღაც კუთხეში, რომ არავის დაინახა, არავის ეფიქრა, მათზე არავის მიექცია მათთვის დიდი ყურადღება, იმიტომ რომ ეს იყო საფრთხე მათთვის და ჩვენ ნახეთ ასობით გათავისუფლებული ადამიანი და გავიგეთ რატო ეშინოდა ამ ხალხს, ხო? მაგრამ სინამდვილეში ჩვენ დღეს გვაქვს სიტუაცია, როდესაც ჩვენ შევხვდით მაგალითად პარასკევს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, ხო, ფაქტობრივად მზად არის ევროკავშირი, რომ აუაროს გვერდი ასამბლეას, იქ ორბანის შეუძლია დაბლოკვა და პირდაპირ ევროკომისიის გზით დაასაქცინოთ 1000-დან 2000 ადამიანამდე უშუალოდ ქართული ოცნების ხელშემწყობი საჯარო მოხელეები, პროკურორები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები, დამატებული ამას სრულმოწმეები, მოსამართლე, ანუ 2000 ადამიანის დასანქცირება დღეს ეს იქნება ძალიან დიდი შოკის მომგვრელი და მე ვფიქრობ ქართული ოცნებისთვის და მიუხედავად იმისა, რომ ეხლა საზოგადოების ნაწილის გარკვეული ფრუსტრაციის ფონზე მათ შეიძლება იმედი აქვს ჯერ კიდევ რომ ნორმალიზაცია ძალიან მალე დადგება, მაგრამ ყოველ დღე ჩვენ ვუყურებთ იმას, რომ საქართველოს საზოგადოება არაპირებს გაჩერებას და არაპირებს დაждდეს სახში, მანამ სანამ ბიზნეს ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში, იმიტომ რომ იცის, რომ ზუსტად არაფერ კარგს არ მოიტანს ეს ამბავი. არაფერ ეკონომიკურ დოლარს ის ჩვენთვის არ შექმნის, ვერავინ არ გამდიდრდება მისი შერჩეული ელიტისგან და რომელსაც მე თვითონ მოსთხოვს ამ ფულს უკან და შეიძლება ისევე მოექცეს როგორც რიჟვაძეს და ასევე არაფერ სიკეთეს არ მოუტანს დასავლეთთან დაკავშირებულს, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ, რომ საქართველოს ფაქტობრივად ძალიან დიდი საფრთხე რაღაცნაირად მოიმკო, ხო, აი ამ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებს, რომელიც ქართული ოცნებისთვის ფაქტობრივად დამთავრებულია და ჩვენ ნახეთ ირაკლი კოვახიძემ აღიარა კიდეც, რომ უწევს, ხო, ვიზის აღება გარკვეულად გზავრობის ვიზითაც ვეღარ იმგზავრებს აი ამ გადაწყვეტილების მერე და რაც თავარი ეს გადაწყვეტილება შეეხება პასპორტებს კი არა, არამედ სახელებს. ანუ თუ ვინმეს გონია დიპლომატიური პასპორტი თუ არ იმგზავრებს, აღარ შეეხება, ესე არ იქნება, ეს იქნება კონკრეტული პირადი ნომერზე მიბმული, კონკრეტულ სახელსა და გვარზე და ისინი მოახერხებენ უბრალოდ ამ ამბებს რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის პროტესტისთვის და მის დინამიკისათვის, ხო? მე მგონია რომ ხშირად ვაზრობთ ხოლმე იმ ეფექტს რაც შეიძლება ამას ქონდეს. ეფექტი აქვს სანქციებს ყველა შემთხვევაში და ველოდებით მათ შორის ბრიტანეთისგანაც. მე ყველაზე მეტად ბრიტანეთისგან ველოდები ყველაზე მეტად იმედის მიმართულებით, იმიტომ რომ აქ ძალიან კონკრეტული ბერკეტები შეიძლება არსებობდეს, იმიტომ რომ ეს აუცილებლად იქნება. ბატონი რუხაძე დაკავშირებულია და სხვა შორის რუხაძე ძალიანაც ეშინია ამის. ახლა საჯაროდ გამობს რომ თითქოს არაფერი მის თავს არ ხდება, მაგრამ ადამიანი არ მალავს არც მათ შორის იმ ბიზნეს შეხვედრებზე, რომ მის საქმე ცუდად არის და პირიქით ეჭუბებას ხვებს, რომ თქვენ რა გონიათ, თქვენთანაც მოვა ეს ყველაფერი, მე უკვე მომავალ. მე რა ცუდად ვიქნები, თქვენც არ გიქნებათ კარგი დღე. ძირფასო ბანკებო. ხო და მიუხედავად ამისა, ხშირად ვაზრობთ ხოლმე მაგ შთაბეჭდილება რა ეფექტი შეიძლება ქონდეს ამ სანქციებს. რაც სულის ამ პროტესტისთვის შიგნით და მათ შორის იმ გამოწვევის ფონზე რაც არის, ხო, ეხა ძიმე დღეში არის პროტესტი, გაგებით რომ ცოცხალია, მაგრამ ეხა მინუსში ვართ. კი, ბოლო დღეებში ცალსახად არ უნდა მოვიტყოთ თავი, რომ ეს 4 ოქტომბრის ფრუსტრაცია არ იყო მნიშვნელოვანი დამაზიანებელი ფაქტორი პროტესტისთვის, ამის თავი არასოდეს არ უნდა მოვიტყოთ, იმიტომ რომ ეს იყო ძალიან ღია, ძალიან ხელშესახები ამბავი და მე ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რაც ზუსტად ახსენეთ. აი იმის დანახვა, სინამდვილეში შეიძლება
სანქციების იმედი იმდენად არ ქონდეს, რამდენად ქონდეს იმის იმედი, როგორი შიშიც ექნება სანქციებისა მე სხვა ადამიანებს. სინამდვილეში ჩვენ ვნახავთ 2000-მდე დასანქცირებულ ადამიანს, ჩვენ ვნახავთ სერიოზულ გამოღვიძებას ალბათ საჯარო სექტორში, რომელსაც არ მოუნდება, რომ ნაწილი იყოს ამ 2000 ადამიანის. იმიტომ რომ შეუძლებელია ადამიანს მოსწონდეთ ის, რასაც სანქციები მოუტანთ მათ, ხო? და ჩვენ ეს კარგად ვნახეთ იგივე მურუსიძის მაგალითზე, ან ადამიანის მაგალითზე, რომელიც თითქმის 80% ქართული ოცნების იმ წევრებისა, რომელიც დაასანქცირეს, ან წასულია ქართული ოცნებიდან დღეს, ან დაუდაბლეს მას თანამდებობა. ხო, აქედან გამომდინარე, მე ჩვენ ვფიქრობ, რომ ეს ნათელია, რომ მუშაობს, თუმცა რა თქმა უნდა, სანქციებით მხოლოდ ხელისუფლებები არ იცვლება და ამის კარგი მაგალითები გვაქვს ბელარუსში და რუსეთში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიცით, რომ არ უნდა გაჩერდეს პროტესტი. ხო, სწორედ ამიტომ კოალიცია ცვლილებისთვის სხვა ევროპულ პარტიებთან, სხვა საინიციატივო ჯგუფებთან და ქართულ საზოგადოების სხვა ორგანიზაციებთან ერთად გუშინ დააანონსა 26 ოქტომბერს ძალიან დიდი ახალი აქცია, რომელიც აჩვენებს ყველას, რომ საქართველოს დღევანდელი ეროვნული მოძრაობა, ის მოძრაობა, რომელიც იბრძვის ბიზნა ივანიშვილისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად, არის მშვიდობიანი, არის მტკიცე და იბრძოლებს იქამდე, სანამ ბიზნა ივანიშვილი არ წავა ხელისუფლებიდან და ქართულმა ოცნებამაც უნდა იცოდეს, რომ ხვალზე არაფერი არ დამთავრდება, იმიტომ რომ აგერ მოდის 26 ოქტომბერი, როდესაც 1 წლის თავი იქნება იმ გაყალბებული არჩევნების, რომელიც არავის დაუვიწყია, ჩვენ კვლავ ვითხოვთ ახალი სამართლიანი წესით ჩატარებული არჩევნების დანიშვნას და ჩვენ ვიცით რა არის ჩვენი პრობლემა. ჩვენი პრობლემა არის, რომ ჩვენ არ გვაძლევენ უფლებას ავირჩიოთ ჩვენი ხელისუფლება და ჩვენ არ გვაძლევენ უფლებას ხელისუფლება იყოს ჩვენს მიმართ ანგარიშვალდებოდა. ჩვენ არ გამჩნდებით იქამდე, სანამ ამ უფლებას არ მოვიპოვებთ და არ დავიბრუნებთ. იმიტომ ეს არის კავშირში ჩვენ ღირსებასთან და კავშირში იმ წარსულთან, რომელიც ამ ქვეყანას ჰქონია, იმ მომავალთან, რომელიც აუცილებლად ექნება, თუ კი ბიზნა ივანიშვილის ხალხი არ იქნება ხელისუფლებაში. 4 ოქტომბრის გაკვეთილებზე როცა ვსაუბრობთ და ეს ბოლო კითხვა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. 4 ოქტომბრის გაკვეთილები შეეხება ერთი მხრივ არჩევნების საკითხს, შეეხება რაღაცა მცდელობების საკითხს, რევოლუციის მოლოდინების შექმნის საკითხს. რა გაკვეთილები უნდა გამოვიტანოთ აქედან და მათ შორის მე სულ ვსვამხობ ამ კითხვას, არის თუ არა რესურსი, რომ გადაიფურცლოს, ხო, რაღაცა ტიპის უსიამოვნო გამოცდილებები, მაგრამ არის კი გადაფურცლვა საკმარისი, თუ აქ რაღაცა ისეთი გაკვეთილები უნდა გამოვიტანოთ, რაც მაგალითად ვიღაცებთან ერთად ბრძოლას სამუდამოდ შეუძლებელს გახდის. აი, როგორ უყურებ ამ გაკვეთილს? მე ვფიქრობ, რომ ძალიან ტკინეული ფურცელი, რომელიც რა თქმა უნდა გადასაფურცლია ყველა ვარიანტში და ჩვენ გვაქვს ამის გადაფურცლის შესაძლებლობა იგივე 26 ოქტომბრის დიდი აქციის ჩატარებით და მე ვფიქრობ, ეს აჩვენებს ყველას ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით, რომ ჩვენი მოძრაობა არის გაუტეხელი, მშვიდობიანი და ძალიან კონკრეტული მიზნით მიმავალი. რაც შეეხება თანამებრძოლებს ამ გზაზე, ხო მე ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია, რომ ხანდახან ადამიანებმა შეწყვიტონ გაჯიუტება შეცდომებში და შეწყვიტონ გაჯიუტება იმ გზაზე, რომელიც აშკარად არასწორი მიმართულებით მიდის, ხო? ჩვენ ვნახეთ მაგალითად ლელოს და გახარიას მაგალითი, რომელიც მე ვფიქრობ, სრული ფიასკოთი დასრულდა, სისტემური ოპოზიციაც ქცევათაც კი გაუჭირდათ, ხო, ამ ხალხს და მე ვფიქრობ, აი მათაც უნდა რაღაცნაირად ვანიშნოთ, უნდა პირდაპირ მოუწოდოთ, რომ სინამდვილეში არსებობს გზა, მათ უარი თქვან ამ საკრებულოების გაპატიოსნების ცდილობაზე არ შევიდნენ შიგნით, იმიტომ რომ მათ ფაქტობრივად ადგილებიც არ აქვთ ხოლმე სრულად უაზრობა ხო ამ პროცესის გაპატიოსნება დაუბრუნდნენ პროტესტის წიაღს. იგივე შემიძლია თქვა ნაციონალურ მოძრაობაზე, რომელმაც მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, რასაც რაღაცნაირად დაამყარა მისი მოლოდინები იგივე პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ხო? ამ 4 ოქტომბრის რაღაცნაირ ცვლილების გეგმაზე, რომელიც მე აღმოჩნდა, რომ ძალიან ცოტა ხალხმა იცოდა, თუ არავინ არ იცოდა, თუ მარტო ხელისუფლებამ იცოდა. ანუ მე აღმოჩნდა, რომ პარტიაში ვინც არის, არავინ არ იცოდა. ხო, და აქედან გამომდინარე არ შეიძლება სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია რომ პასუხისმგებლობა აიღოს ამ ხალხმა რაღაცნაირად გააგებინოს საზოგადოებას ვისი ბრალი იყო ეს ამბავი და თუ უნდა რომ საზოგადოებამ კვლავ მიიღოს მათი გულწრფელი პოზიცია ანახოს რომ შეიცვალა აზრი და დაუბრუნდა სწორ გზას. იმიტომ სინამდვილეში ჩვენ გვაქვს დღეს მაგალითი, როდესაც აი თუ ასე ვთქვათ გახარიასა და ლელოს შეეშალათ, არსებობს სწორი გზა, ხო? ართანამშრომლობის გზა, რის გამოც იგივე ამდენი პოლიტიკური ლიდერი დღეს ციხეშია, ხო? იგივე ნიკა მელიანი, ნიკა გვარამია, ზურაბ ჩიჯაფარიძე, ელენე ხოშტარი, არა მარტო ჩვენი ლიდერები, გიორგი ვაშაძეც, ხო, დღეს ციხეში სწორედ ამიტომ არის და სინამდვილეში არსებობს სწორი გზა. შეიძლება არ არსებობენ ავტოკრატიული რეჟიმი, სადაც ოპოზიცია გუგუნებს და რაღაცნაირად ნამდვილად ძლიერია და არ ყევს ხოლმე რეჟიმს, ესეთი რაღაც ბოლო დღემდე არ ხდება ხოლმე, ხო? იმიტომაც არსებობენ ავტოკრატიული რეჟიმები და სინამდვილეში ძალიან აზუსტებენ საკუთარ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, მაგრამ
ჩვენ ყავს დღეს ოპოზიცია, რომელსაც აჩვენა ნამდვილი მართალი დისკურსი და ის მართალია. ეს გზა არ თანამშრომლობის გზა მართალია და არ დამყარების კონკრეტული მოლოდინების ერთ კონკრეტულ დღეზე გზა მართალია. ეს აჩვენა 4 ოქტომბერმა, რომ სინამდვილეში აი არჩევნებში ამ წესებით შეშლის გზაც სისულელეა, ეს სისტემური ოპოზიციით გახდომის გზა არის და ასევე დიდი მოლოდინების ერთ დღეზე დამყარება და რაღაც ინფანტილური ოცნებები არის ასევე დამაზიანებელი. სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს სწორი გზა და ეს არის მყარი უწყვეტი წინააღმდეგობა, ჩვენ ძალა ეს არის, რომ ჩვენ ყოველ დღე სანამ ბიზნესმენიშვილი იქნება ხელისუფლებაში, მზად ვიქნებით არ დავაყენოთ ნორმალიზაცია ამ ქვეყანაში, მზად ვიქნებით გამოვიდეთ, დავდგეთ ქუჩაში და ჩვენ თუ ვაჩვენებთ ამას ყველას, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პოლიტიკური ძალებიც რა თქმა უნდა რაღაცნაირად გამოფხიზდებიან, ანუ უბრალოდ ქართული საზოგადოება მათ უბრალოდ ზურგში აქცევს, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ხედავთ, რომ რაღაცნაირად ჩვენი ხალხიც შეიცვალა ხო სინამდვილეში უკეთესობისკენ და მათ ხშირად უფრო მალე შეუძლიათ ხოლმე ადეკვატური ანალიზის გაკეთება და ძალიან ბევრი პოლიტიკურ აქტორს სამწუხაროდ და ამის მაგალითი არის 4 ოქტომბერი, იმიტომ რომ ჩვენ ყავს ახლა პოლიტიკური ძალები, რომლებიც სინამდვილეში არიან ფაქტობრივად დაღუპვის პირას, მაგალითად გახარია და მაგალითად ლელო, რომლებიც თუ არ დაბრუნდნენ ამ უარყოფაში და თუ არ დაბრუნდნენ ისე პროტესტის წიაღში, ფაქტობრივად გაქრებიან და ეს არავის არ უხარია და პირიქით მე ძალიან სფელი გულით მინდა მათ თხოვო, რომ უარი უთხრან საკრებულოებში შესვლას, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ რა სიგიჟეა ბიზნესმენიშვილის ხელისუფლება რომ ხვალ დასრულდეს და დაწუნებული არ ეგ უნდათ, რომ მათაც უნდათ რომ ხვალ დასრულდეს, წარმოიდგინეთ რა გამოდის, რომ ეს შედეგი კი არ უნდა გავაუქმოთ 4 წელი თქვათ ქუთაისის საკრებულოში კიდე სულ ქართული ოცნების წევრები უნდა იყვნენ ან ფოთის საკრებულოში სადაც ყველა მანდატი ქართულმა ოცნებამ აიღო, ანუ საქართველოს რეგიონულ დონეზე ისევ კუბა და ჩინეთი უნდა იყოს, ხო, სადაც 100%-იანი მხარდაჭერა აქვს რომელიმე იმას. ანუ წარმოიდგინეთ რა სიგიჟეში ვართ, ხო, 4 წელი კიდე კახა კალაძეს უნდა უყუროთ თბილისში გაყალბებული არჩევნების მერე. რა თქმა უნდა, არ შეიძლება იმ არჩევნების შედეგების გაუქმებას ემხრობოდეს პარტია, რომელსაც აპატიოსნებს თავის თანამონაწილეობით და კიდე შედის ამ არჩევნების ეგრეთ წოდებული შედეგების მიერ არჩეულ რაღაც ორგანიზაციაში მეასე წევრად, ხო, უფლებო და პატივაყრილ წევრად, ხო, აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა, ისევე როგორც აი პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა, რომელიც გუშინ აქციას აანონსებდნენ ჩვენთან ერთად, ძალიან კონკრეტული მაგალითი აჩვენა არ თანამშრომლობისა და აი ამ სულელური მოლოდინების არ შექმნის და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, მე მინდა მოუწოდო ამ პარტიებს, რომ შემოგვიერთენ 26 ოქტომბერს აი ამ მნიშვნელოვან დღეს, ვაჩვენოთ, რომ ერთი წლის თავზე არ დაგვიწყებია ეს, რომ ეს არჩევნები იყო გაყალბებული, ვაჩვენოთ ის, რომ ჩვენ არ დაგვიწყებია ის ხალხი, რომელიც ციხეში 100-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ყავს დღეს საქართველოს და ერთ სულ მოსახლეზე პოლიტიკური პატიმრების რაოდენობით გადავასწარით რუსეთს წარმოიდგინეთ და არ დავაჩვენოთ ამ ხალხს, ჩვენ ვიბძვით მათთვის და არ ვაპირებთ გაჩერებას. არის ნამდვილად ამ თუმის გადაფურცვლა უნდა რამის და დასრულება ამის. ამიტომ მე მინდა რომ მოუწოდო ამ ხალხს თუ ლელო და გახარია მოახერხებენ უარს ეტყვიან საკრებულოებში შესვლას. დარწმუნებული პროტესტი მათ მიიღებს გაშლილი ხელით და იგივე ნაცმოძრაობას რომელსაც შეუძლია რომ კაფეო პოლიტიკურ შეფასება მისცეს იმ შეცდომას, რომელიც დაუშვა 4 ოქტომბერს და დაბრუნდეს იქ, სადაც ყველა ქართველი ადამიანის ადგილია, ანუ ბიზნესმენიშვილის წინააღმდეგ უცხო ბრძოლაში. მადლობა ძალიან დიდი.